სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა მოგესალმებით ბიბლია ყოველდღე მეგობრებო ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას სწავლას ფსალმუნი მე-100 და ეს არის წმინდა მამების გამარტებით ანუ აქ არის შინასობრიად ვთქვათ ძალიან მოკლედ ესე იგი დავითის ვთქვათ მეფური წესრიგის გამოხატულებაა დავითი ადიდებს ღმერთს წყალობისა და სამართლის გამო თქვა და თავადაც უბიწოდი ცხოვრობს სახლში თქვა გარიდება ბოროტებას არ მიიღებს ცრუებსა და აპარტავნებს მხოლოდ სარწმუნო და უბიწო ადამიანებს შეარჩევს და ჩვენ ვიწყებთ მეგობრებო წმინდა მამების გამარტებით პირველი მუხლიდან პატარა ფსალმუნი არის 8 მუხლი არის თუ არ ვცდები ხო 8 მუხლი არის და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო გიგალობდე და გულის ხმა ვყო გზასა უბიწოსა ოდეს მოხვიდე ჩემ და ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა ღმერთის ქება უნდა იყოს მეგობრებო წყალობისა და სამართლის ერთად თქვა ვაღიაროთ ასე თქვა აღიარებით წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ წყალობა და სამართალი ღმერთის ორის მთავარი თვისებაა რომელსაც ვადიდებთ ხო სული სიწმინდეა სახლში და ასე ვთქვათ ოჯახში ხო სახლში გარემოზე ცხოვრებაში ანუ მეფე გვპირდება უმანკო ცხოვრების სახლში და ეს მაგალითი არის ყველასათვის წმინდა თეოდორეტე კვირელი ამბობს ქრისტეს თქვათ ეს თქვათ პარალელი რომ გავავლოთ ქრისტე უბიწოდ მოვიდა და უბიწოდ იცხოვრა და როგორც ჩვენ ვიცით მას არ ყუნდა ეს თქვათ პირადი ცოდვა მე მუხლი მესამე არა დავიდევ წინაშე თვალთა ჩემთა საქმე უსჯულოი და მყოფელნი გარდასვლისანი მოვიძულენ ბასილ დიდი ამბობს რომ უნდა ვერიდო უსჯულო საქმეებს თვალწინ და გულნი ესე თქვა ხო გული არის საერთოდ მეგობრებო გული არის პირველი რასაც ღმერთი უყურებს ასე თქვა გარეგნული არის ეს მეორე ხარისხოვანი რა თქმა უნდა ადამიანი აუცილებლად ადამიანს სჭირდება და უნდა გააკეთოს მეტანიები პატარა თუ დიდი ხო მუხმოდრეკი და მაგრამ იმის თქმა და ეს აუცილებელია ხაზგასმით ვამბობ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ ჩვენ ესე იგი პირველ რიგში უყუროთ იმას თუ რა გვაქვს ჩვენ გულში გვაქვს ჩვენ გულწრფელი სინანული და პირველ რიგში უფალი უყურებს ჩვენ გულს მეოთხე მუხლი არა შემომეყო მე დრკუი გული გარე მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე ანუ ბოროტების სიყვარულია რომელსაც უნდა ესე გავერიდოთ ხო ბოროტებისგან თავის არიდება სადნოების საფუძველია მეხუთე მუხლი რომელი იტყვინ იდუმალ მოყუცისა თვისისა ძვირსა ესე წარსდევნი რომელი ამპარტავან იყო თვალითა და უძღებ გულითა მის თანა არა ვჭამი ცრუ და ამპარტავანი ადამიანები უნდა განდევნოთ გარემოდან იოანე ოქროპირი იდუმალი ცლის წამება და ამპარტავნება ყველაზე საზიანო ცოდვებია თეოდორეტე კვირელი ამბობს რომ მეფე არ იღებს ასეთ ადამიანებს თავის თქვათ სუფრასთან მუხლი მეექვსე თვალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქვეყანისათა რაითა დასყდნენ იგინი ჩემთანა რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა ესე მსახურებდა
მე არა დაიმკვიდრა შორის სახსა ჩემსა რომელმან ყვის ამპარტავანებაი რომელი იტყვიან საციცრუვესა და არა წარემართა წინაშე თვალთა ჩემთა არ უნდა იყოს ამპარტავანი და ცრუ განდენილი უნდა იყოს და მეფეს სახლში უნდა იყოს წმინდა და სამართლიანი და ბოლო მუხლი მეგობრებო შეგახსენებთ ეს არის ამიასე ფსალმუნი და ჩვენ ვამთავრეთ მერვე მუხლია და დასასრულია ეს მერვე ბოლო მუხლია ცისკარსა მოვწყუედი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისათა მოსყოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა და აქ უკვე მოდის დიდება მეგობრებო მინდა გითხრათ რომ ანუ ეს თეოდორე ტეკვირელი ამბობს რომ ქრისტეს პარალელით რომ ესე იგი გავავლოთ ქრისტეს სამეფოში ბოროტება განდენილი იქნება საბოლოოდ წაიკითხეთ მეგობრებო შეიძლება ადამიანი ახლა პირველად მისმენს თქვათ ამას და მინდა ყოველი დასასრულს ფსალმუნის მე ვამბობ რომ აუცილებლად წაიკითხეთ სახარება აუცილებლად წაიკითხეთ ფსალმუნები ყოველდღე სამსახურში ხართ თუ ოჯახში ხართ თუ სახლში თუ ტრანსპორტში მატარებელში და ეს უდიდესი მადლია და ფალი და ესე იგი თქვი გდებავთ გალობა არის და მოკლედ აუცილებლად წაიკითხეთ რა თქმა უნდა იესო ქრისტეს ლოცვასთან ერთად იესო ქრისტეს ლოცვა საერთოდ მუდმივად უნდა გქონდეს ჩვენ გონებაში და ვიმეოროთ და გულწრფელად ვიბოცოთ ღმერთმა გაგახაროთ გაგაძლიეროთ და აქვე მინდა გთხოვოთ რომ გააზიაროთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი ღმერთმა გაგახაროთ შეგიწიროთ და მოგცეთ მეტი სიყვარული მეტი სინანული და რაც ყველაზე მთავარია მეგობრებო ვიყოთ და დაურჩეთ ქრისტეს მიმართ ერთგულნი და გქონდეს სწრაფვა ქრისტეს მიმართ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. Mama ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედი სუფევა შენი Цаташина ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობიცა მომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ